მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები მთელ საემიგრანტოს უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ დღეს თქვენი სიკეთისთვის, თქვენი რჩევისთვის მინდა ჩავწერო ვიდეო მიმართვა და თხოვნა მაქვს რომ ბოლომდე და სრულად მოусმინოთ და არ მიიღოთ საპანიკოთ. თქვენი რჩევისთვის და თქვენი სიკეთისთვის ვწერ ვამახვილებ ყურადღებას. რამოდენიმე დღის უკან დაახლოებით 3 დღის უკან დავდე პოსტი, სადაც ვამახვილებ ყურადღებას, რომ 25 მაისით თარიღდება და გამოქვეყნდა რესმი გაზეთებში ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო მაცნეში, სადაც რეჯეპ ტაიფ ერდოღანი აწერს ხელს მიგრაციის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაზე. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე და სანდო წყაროებიდანაც ვიცით, რომ მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელის ცვლილება პირდაპირ კავშირშია უფრო გართულდეს უცხოელთა პროცედურები და უცხოელთა კანონმდებლობა. შეიძლება გაორმაგდეს რეიდები, შეიძლება გაორმაგდეს შემოწმებები და ასევე გართულდეს ბინადრობის მიღება. ამიტომ ვიცი ბევრი თქვენთაგანის პოზიცია, რომ ხართ ვიზაგადაცილებული, რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს ვიზაგადაცილებულებზე, გსურთ, რა თქმა უნდა, ვიზის გამოსწორება, მაგრამ არ თანხმდებათ პატრონი. აფზე მაქვს საუბარი, ეგრეთ წოდებულ უცხოელთა ამინისტიაზე მაქვს საუბარი, რომელიც წელწადნახევრის უკან შემოვიდა და ძალიან ბევრმა თქვენთაგანმა ისარგებლა და ძალიან ბევრ თქვენთაგანს აქვს სურვილი რომ ისარგებლოს, მაგრამ არ თანხმდება პატრონი. აფი შეწყალება, რა თქმა უნდა, ბევრჯერ მისაუბრე და ჩემზე უკვე ზეპირად იცით, რომ ითვალისწინებს იმას, რომ თუ მუშაობთ ოჯახში, მხოლოდ ოჯახშია დაშვებული, არანაირი შირკეთი, არანაირი სასტუმრო, არანაირი ფაბრიკა და ასე შემდეგ, მხოლოდ ოჯახზე, ბავშვის, მოხუცის ან ავადმყოფის მომლელად. მამაკაცებსაც აქვს ძალიან ბევრი კითხვა, რომ არ ვარ ქალბატონი, ვარ მამაკაცი და მინდა ვისარგებლო აფით. ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არის, თუ დასაქმდებით ოჯახში, თითქოს უვლით მამაკაცს, მხოლოდ მამაკაცს და არა ქალბატონს. ამ შემთხვევაში გაგვიკეთებია და მოსულა უპრობლემოდ თანხმობები. ამიტომ მოგიწოდებთ და რჩევის სახით, არ ვიცით დაელაპარაკეთ პატრონებს, არ ვიცით დაარწმუნეთ პატრონები, რომ მათაც მერე ჯარიმები აქვს, რა თქმა უნდა, შეიძლება კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ ვდებ პანიკის მიზეზად და გთხოვთ, ნუ მიიღებთ ცუდად, არ ვიცი, შეიძლება მეზობელს მოვიდენ კითხონ, იაბანჯი თუ მუშაობს ამ კორპუსში, შეიძლება გამლელს კითხონ, შეიძლება შიქიათი შევიდეს და პირდაპირ სახშიც კი მოვიდნენ და შეგამოწმონ. ისეც ამოწმებენ, ისეც ვისაც ჩალიშმები აქვს ძალიან ბევრ ქალაქში ვიცი, რომ ისეც მოდიან და მოწმებენ და ხვალდაზე უფრო უარეს მდგომარეობაში არ მინდა რომ გნახოთ თითოეული თქვენთაგანი. როცა ესეთი რჩევის ვიდეოს ვდებ, ძალიან ბევრი თქვენთაგანი ფიქრობს, ვიცი, ძალიან ყველა ერთნაირი ვერ იქნება, ყველა კეთილი ვერ იქნება, არის ბოროტი ხმები, რომ გიორგი იმისთვის დევს ვიდეოებს, რომ საქმე შემოელია. ქალბატონებო და ბატონებო, ახლა არავის არ გადადის თავზე არც მოგება, არც შემოსავლები, როგორც თქვენ ბრძოლობთ, ისევ მუშაობ და ვბრძოლობ მეც ოჯახისთვის, ჩემი ცხოვრებისთვის, მაგრამ მე ნამდვილად არ განვიცდი საქმის ნაკლებობას იცით, ეს თუ არ იქნება სავიზო საკითხები, მექნება სათარჯიმნო საკითხები, რომელიც უფლის წყალობით მიდის კარგად. იცით, რომ მე თურქულიდან ქართულზე და ქართულიდან თურქულზე ოფიციალური თარჯიმანი გავხდი, დიპლომირებული თარჯიმანი გავხდი და ნებისმიერი სახის ოფიციალური დოკუმენტი იქნება სამედიცინო, იურიდიული, პასპორტები, საკონსულო თარგმნები, რაც იქნება ოფიციალურად თარგმნი და ვამოწმებ. ამიტომ ნუ მიიღებთ ისე როგორც არ ვიცი, არ მინდა გიწოდოთ ისეთი ბოროტული გამოხტომებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ბოდიში ყველა ვიცი, როგორ რას ფიქრობთ ჩემდამი და მინდა რომ დედაშვილურად დაძმურად მიიღოთ ჩემი რჩევა. ნუ გააკეთებთ ჩემთან, შეგიძლია გააკეთოთ სხვაგან, პრობლემა არ მაქვს, ოღონდ არ დაზარალდეთ. ძალიან
ბევრი თქვენთაგანის სიტუაცია ვიცი, ძალიან ბევრი თქვენთაგანი მაფასებს, მეც გაფასებ როგორც მთლიანად დიდი ოჯახი, დაგირეკიათ, ქონიათ სურვილი, რომ ჩემთან გაგეკეთებინათ პროცედურები, მაგრამ მე პატრონს თითქოს ჩემი ბუღალტერი მყავს, ჩემი ნაცნობი მყავს, გაუკეთებია ეს AFI-ის პროცედურები და მოსვლია უარი თქვენგან გამიგია, რა თქმა უნდა. მეც არ ვარ, თქვათ, იდეალური, მეც შეიძლება რაღაცა შემცდეს, მაგრამ მინიმალურამდე დაყვანილი მყავს ეს რისკები მაქვს ყოველთვის გათვალისწინებული, როცა თუ საქმეს არისკოა, პირდაპირ გეუბნებით თქვენს და თქვენს დამსაქმებელსაც, ანუ პატრონს, რომ იცოდეთ ეს არის სარისკო და იმისთან მიხედვით გავითვალისწინოთ ყველანაირი რისკი. თავიდანაც წინა ვიდეოში აღვნიშნე, რომ რაც AFI დაიწყო ძალიან უამრავი ბევრი მომხმარებელს მოვემსახურე პროცედურებში და მხოლოდ ერთადერთი უარი მოვიდა, ისიც პატრონის დაუდევრობით არ გაითვალისწინა ჩემი კონსულტაცია, ჩემი რჩევა, უფრო რაღაცა სხვა შემოსავლებზე მაქვს საუბარი, ისეთი დოკუმენტი ჩადო, რომელზეც მოვიდა უარი და მე საერთოდ არაფერი არ უთქმია, ჩემი ბრალიაო მithქმა, რა თქმა უნდა, მას არაფერი არ მოაკლდა ჩვენს ქალბატონს ქართველს და ძალიან დიდი ზარალი განიცადა, რადგან კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას, უკეთებდნენ ხათრით, ანუ ვიღაცა ვთქვათ ნაცნობი ბევრს ძმაკაცები წყავს და ქალები წყავს თურქეთში და გეტყვის მაგალითად რომ მაქვს შემოსავლები, ყავს პატარა ბავშვი და მე შემიძლია რომ გაგიკეთო. ამიტომ ნუ გადადებთ, თხოვეთ, არ ვიცი, ან პირობა წაუყენეთ რომ არ იმუშაებთ ასე, იმას არ გეუბნებით რომ სამსახურიდან გამოხვიდეთ, საქართველოში არაფერი არ აიცით, მაგით თქვენს შვილებთან მიგაქვთ თანხა, აგზავნით საქართველოში, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ და გამუშაოთ, მაგრამ რაღაცნაირად ნუ დააგვიანებთ ქალბატონებო და ბატონებო და ისარგებლეთ AFI-ის პირობებით. AFI ადრე არ იყო 2011 წლამდე იყო დაშვებული, მერე გაუქმდა და მერე ისევ დაუშვა სახელმწიფო. მეც არის ძალიან კარგი რაღაცა, იცით და შეგახსენებთ, რომ თუ ყავთ პატრონი, პატრონის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებთ, დამოუკიდებლად საერთოდ ვერაფერს ვერ გააკეთებთ, იმიტომ პატრონი უნდა იყოს თავშიც, ბოლოშიც და სახელმწიფოს უნდა მიცეს სიტყვა, უნდა იყოს გარანტორი, რომ ეს ადამიანი იწერება სპეციალურად გათვლილი განცხადებები, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და იმის მიხედვით მოდის თანხმობები. რომ ეს ადამიანი მაგალითად ჩემთან დაიწყო მუშაობა, ძალიან შევეგუეთ ამ ადამიანს და გვინდა რომ გადავუხადოთ ჯარიმა, მივიღოთ 6 თვიანი ბინადრობა და შემდეგ გადავიყვანოთ სამუშაო უფლებაზე. ერთ სიტყვასაც აქვს დიდი მნიშვნელობა ქალბატონებო ბატონებო, რომელსაც ჩვენ ძალიან წარმატებულად ვაკეთებთ და კიდევ ერთხელ გითხარით, რა ვიცი, შეიძლება 100-ზე მეტი კი არ 200-ზე მეტიც გაგვიკეთებია AFI-ის სიტუაცია და ერთადერთი უარი მოგვივიდა. დაკვეხნით, არ მიტყვი ქალბატონებო და ბატონებო, შეგიძლიათ კითხოთ ჩვენს მომხმარებლებს, ვინც ისარგებლა და ნებისმიერ ადამიანს კითხეთ. მე არ მინდა ზედმეტი სიტყვა გამოვიდეს, როცა მე საქმიანობას ვიწყებ, პირველ რიგში დამსაქმებელსაც და დასაქმებულსაც, ქართველსაც და იმ თურქ მოქალაქესაც პირდაპირ ვაფრთხილებ, რომ მე როცა საქმეს დავიწყებ, დოკუმენტების დაკეცვა, დაკუჭვა, არანაირი ესეთი არ გამაგონოთ და ჩემი გაკეთებული, ჩემი შედგენილი დოსია, როცა შედის შესაბამის სტრუქტურაში, ეს იქნება მიგრაციის სამსახური თუ საკონსულო, პირდაპირ ეკითხებიან, რომ ასე კარგად სუფთად ვინ გაგიკეთათ. მე რა თქმა უნდა ვაფრთხილებ ყველას და ჩემი გაფრთხილება არც გჭირდებათ, თურქეთის კანონმდებლობა იცით, რომ ნებისმიერ ოფიციალურ დაწესებულებას არ უყვართ ეგრეთ წოდებული დანიშმალნიკები. ამიტომ ყოველთვის იცოდეთ თუ ვინმე გაგიკეთათ, თუ გინდა სხვაგან გააკეთეთ, მიშველბარგ მე ადამიანურად მაინც კონსულტაციას გიწევთ დღეს ამ ვიდეოში. პირდაპირ უთხარით, რომ ნაცნობმა გააკეთა, ჩემმა მეგობარმა გააკეთა, პატრონმაც უთხრა, რა თქმა უნდა, ჩვენმა ახლობელმა გააკეთა და იმან გვასწავლა და იმისთან მიხედვით გავაკეთეთ ჩვენ. ნებისმიერი ჩემი დოსია, როცა შედის, იქნება საკონსულო თუ მიგრაციის სამსახური, ეგრევე ეკითხებიან, თუ ვინმე გემსახურათ და ასე კარგად რატომ არის გაკეთებული, საიდან არის გაკეთებული უпростоრად დოკუმენტები. პასუხი, რა თქმა უნდა, უკვე მზად აქვს, გაფრთხილებული მყავს და იმისთან მიხედვით ეუბნებიან. ასევე
გამზადებულ დოსიაში ძალიან იშვიათად რომ იყოს დანაკლისი, ანუ 6 კევრაკი. როცა მიდიან პირდაპირ ჯარიმის თანხას და 6-თვიანი ბინადრობის საფასურს უწერენ, ანუ ახლო ვერ გიდაირესში მიდით, გადაიხადეთ და მივიღებ დოსიას, ანუ ეგრევ მუშაობ მე, მიყვარს სუფთად მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი საქმიანობა და ერთი საქმიდან ასე გაითვალისწინეთ და ასე იცოდეთ, მე თქვენზე მეტად მინდა რომ საქმე გამოვიდეს და თქვენზე მეტად მინდა ჩვენ შორის თანამშრომლობა დასრულდეს წარმატებით. რატომ? იმიტომ რომ ერთი საქმიდან მერე მოდის 100 საქმე. მე რომც ვიდეო არ ჩავწერო, მე რომც არაფერი არ გავაკეთო, თქვენ იქნებით ჩემი რეკლამაც და თქვენ იქნებით ჩემი რეფერანსიც, ასე რომ ვთქვათ, იქნება ის იზინის დღე თუ ან ვინმეს დაჭირდება, როცა ვიღაცა სჭირდება რაღაცა სავიზო საკითხები, ეგრევე რას წერთ ან რას ეუბნებით, რომ ვითანამშრომლეთ გიორგისთან და რაც შეეძლო, რა თქმა უნდა, კანონმდებლობასთან, მე კანონის ზემოთ ვერაფერს ვერ გავაკეთებ, იცოდეთ და გაითვალისწინეთ, რაც კანონმდებლობა იმისთან მიხედვით, ოღონდ ზუსტად გათვლილ მომსახურებებს ვაკეთებ, რომელიც ყოველთვის წარმატებულად სრულდება და აქედან მოდის ჩემი კლიენტების რაოდენობის ზრდა. მერე შემდეგში იმ ქალბატონს მერე მოვემსახურები, ის ქალბატონი სხვას გადასცემს და ასე ვმუშაობ მე. ამიტომ იმისთვის არ მისაუბრი ამდენი რომ ჩემი ვთქვათ დაკვეხნა მოგახვიოთ ყველა თქვენთაგანმა ისეც იცით რომ ვინ ვარ და როგორ მუშაობ და როგორ ვცდილობ ყოველთვის რომ საქმე გამომივიდეს და ამიტომ რჩევა მინდა კიდევ ერთხელ მოგცეთ. ნუ დარჩებით ქაჩაკი, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. ღმერთმა ნუქნას, ღმერთმა დაგიფაროთ, რომ აგიყვანოთ და მერე გერიგიონდერმე მერქესში, სადაც მზადდება დეპორტაცია გადმოგაგზავნიან, მერე უკვე არაფერი არ შველის გაითვალისწინეთ ქალბატონებო და ბატონებო. ამიტომ კიდევ ერთხელ ამ ვიდეოს მიზეზი ჩაწერის იყო თქვენი უსაფრთხოება, თქვენი რჩევა, ჩემიდან რჩევა, რომ არ ვიცი, შეიძლება აფიც გააუქმონ, შეიძლება საერთოდ გააუქმონ ეს აფი და მერე თქვათ, რომ დედა გიორგი გვეუბნებოდა დროულად, როცა მიკავშირდებიან, იქნება ქორწილების პროცედურები თუ სხვა პროცედურები, ეგრევე პირველი ჩემი რჩევა არის, რომ თუ გადაწყვეტილი გაქვთ, ნუ გადადებთ. იმიტომ რომ არ ვიცით ხვალ რა მოხდება და რა კანონი შეიცვლება და რა აიგრძალება. ამიტომ დაელაპარაკეთ პატრონებს, ურჩიეთ, თხოვეთ, არ ვიცი და იმისთან მიხედვით თუ რა თქმა უნდა ჩემთან თქვენი ნება არის, ყველა არის ინდივიდი და თავისი გადაწყვეტილება აქვს. თუ ნამდვილად ჩემთან თანამშრომლობას გადაწყვიტავთ, ამ შემთხვევაში არავინ იცის, არც ერთ პატრონს არ აინტერესებს მით უმეტეს ზიაბანჯი, მე ვარ ქართველი რა თქმა უნდა, საერთოდ ნდობის საკითხი თურქეთში ძალიან რთული საკითხია. ძმა-ძმის ნდობა არ აქვს უკვე ისეთი სიტუაცია მიდის თურქეთში და მე ვინმე ნდობა, უნდა აუხსნათ რომ ვინ ვარ, რას ვაკეთებ, თქვათ გულით ვაკეთებ თუ თქვენთვის მისაღები ვარ თუ არა ვარ, უნდა დააინტერესოთ და მას შემდეგ უნდა დამაკავშიროთ. ეს იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად გადაწყვეტ ჩემთან მომსახურებას. ამიტომ კიდევ ერთხელ თხოვნა მაქვს, დებო და ძმებო, გაითვალისწინეთ, უთხარით, უკეთესი ადვოკატები ეყოლებათ, უკეთესი ბუღალტრები ეყოლებათ, მნიშვნელობა რა კიდევ ერთხელ გეუბნებით ითანამშრომლებთ ჩემთან თუ არა, ნუ დარჩებით ქაჩაკი, აღარ არის ძველი დრო და აღარ არის ის რბილი თურქეთის კანონები. ეს მინდოდა მეთქვა უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თითოეული თქვენთაგანი.